ვნახოთ რა რეაქციები ჰქონდათ პარლამენტის ისტორიულ შენობაში გაყალბებული არჩევნების შედეგებით უკანონოდ შეჭრილებს მარტივ კითხვაზე. რა სიკეთეებით ვისარგებლეთ ევროკავშირთან პარტნიორობით. თქვენ არ გეწერებით ფორმულას საერთო სცენაზე მარტო რომ შემდგომში არ დაჭრათ, არ მიჭრათ, არ მოჭრათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმედი არ ჭრის ხოლმე. არ რატომღაც არ მჯერა თქვენი პირობები. ევროკავშირის სიკეთეების შესახებ თუმცა რთული შეკითხვა არ არის ქალბატონო. ევროკავშირის რა სიკეთე მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის? ბევრი მაქვს ნამდვილად სათქმელი, უბრალოდ თქვენ ტელევიზიას არ ვენდობი. სიკეთეებზე მოგვიყავით. იმედს ხომ ჩაეწერეთ. თავისთავად თქვენგან განსხვავებით არ ჭრის კომენტარებს, არ მანიპულირებს, არ ატყუებს მაყურებელს. იუმორისტულ შოუში არ ვარ ქალბატონო. თქვენ რაღაც ძალიან იუმორისტულ ხასიათზე ხართ და შეგიძლიათ გააგრძელოთ. იმედზე ამბობთ რომ არ ამახინჯებს კონტექსტს. იუმორისტულ გადაცემას სამწუხაროდ არ ვაკეთებთ. მოგიწევთ თუ გავაკეთებთ მომავალში. გამარჯობა, შეიძლება გითხოთ ევროკავშირის სიკეთეები რომ მითხრათ ძალიან მარტივი კითხვაა. რატომ გიჭირთ ამაზე საუბარი? მანკიერებები რომ მე კითხა გახერდებოდით? გამარჯობა, ევროკავშირის სიკეთეებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მითხრათ რა სიკეთეები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის? დაკითხვა, ძალიან მარტივი კითხვაა. დაკითხვასთან ამ კითხვას რა კავშირი აქვს შეგიძლიათ მითხრათ? ზოგადად ბევრი მიმართულება არის, რაც ქართული ხალხის მონოპოლარია, მათ შორის ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უიზომი კონკრეტულად რა გაინტერესებს? რომელიც შეიძლება დავკარგოთ ახლა. შეგვიძლია დავკარგოთ მხოლოდ ის, რასთან დაკავშირებითაც Deep State მიიღებს გადაწყვეტილებას. მეც ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. გასაგებია, Deep State მარტივი გამოსავალია. კარგად, მითხარით სიკეთეების ჩამონათვალის აღარ გეწერებით რა? აღარ გეწერებით. ქართულ და შეკითხვები და აღარ მეწერებით. არა. მანამდე მეწერებოდით. უბრალოდ აღარ გეწერებით რა? კარგად, აბა დროებით. როდის მოიფიქრეთ, ახლა შუა ინტერვიუს დროს რატო გადაიფიქრეთ? გავართულეთ კითხვები და აღარ გინდათ, ხო? ზართულ კითხვებს, მაგრამ ზართული გასაცემი არის. ზართულ კითხვებს სვამდა. რთული გასაცემი. ევროკავშირის სიკეთე. გასაგებად გითხარით შესაბამისად. კარგით. როგორც ზონაში ხართ, იქით ვეღარ მოვდივართ და აბა წარმატებები. ამის იქით ვეღარ შევდივართ, იმიტომ რომ აქ ჩვენთვის აი ბარიერია და უკვე უსაფრთხო ზონაში აღმოჩნდა ჩვენი ძვირფასი რესპონდენტი. შეიძლება გითხოთ ევროკავშირის სიკეთეებთან დაკავშირებით, თქვენი პოზიცია მაინტერესებს. გესმით ჩემი? ევროკავშირის სიკეთეები, შეგიძლიათ რამდენიმე არგუმენტი, ფაქტი მითხრათ, რა სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირმა? არ ისმის ჩემი ხმა იქით? არ გესმით? შეგიძლიათ მოკლედ მითხრათ, სანამ ბარიერს გადახვალთ, უსაფრთხო ზონაში აღმოჩნდებით. ჯერ ერთი, მოდი ასე ვთქვათ რა. თავიდან ბოლომდე იცი ძალიან კარგად თქვენმა პარტიულმა ტელევიზიამ რომ მე თქვენს პარტიულ ტელევიზიას უკვე დავიზეპირეთ. ხო, კარგია რა, კარგი. ხშირად გაიმეორეთ ხოლმე. მე თქვენს პარტიულ ტელევიზიას მხოლოდ და მხოლოდ ვაძლევ ინტერვიუს, როდესაც დავდგები ხოლმე, ნახეთ, აი გაიხედეთ თქვენგან მარჯვენა მხარეს. იმეც ხომ ეწერებით სხვა შემთხვევაში დიახ, ობიექტურ ჟურნალისტებს კი პარტიულ ტელევიზიებს მხოლოდ და მხოლოდ უნდა გამოვუგზავნოთ წინასწარ შეთანხმებული კითხვები და მე ჩაგვეწერებით. ასე ხდება იმედში რა. როგორ გიკადრებათ? არ არის. თქვენ ძალიან კარგად იცით და თქვენ ძალიან კარგად იცით და ამიტომ ყოველთვის თავი დაანებით და იცოდეთ რომ მე თქვენს პარტიულ ტელევიზიას მხოლოდ და მხოლოდ ვაძლევ ინტერვიუს, როდესაც აი აქ დავდგები კავშირმა. ეხლა ხო კარგად დაიმახსოვრეთ. ქართულად ხო გესმით? მე თქვენს პარტიულ ტელევიზიას კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თუ სამჯერ გამეორება გჭირდება. ეხლა კარგად ბრძანდებოდეთ. როგორ გეკადრებთ? თქვენ კეთილი ინებით დაიცავით ის წესი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოქმედებს და პატივი ესეთ ინსტიტუციას, სადაც ეხლა თქვენ ბრძანდებით. ეს არის საქართველოს პარლამენტი. თქვენ ბრძანდებით პარტიულ ტელევიზია, რომელსაც მე არასდროს არ ვაძლევ ინტერვიუს, ეხლაც როგორც არ ვაძლევ. მიგზავნით ახლა თქვენს უსაფრთხო ზონაში. აი უსაფრთხო ზონაში ხართ უკვე. გილოცავთ. რა მაგარია უსაფრთხო ზონაში ყოფნა? რთული კითხვაა? და თქვენ რომ პასუხი არ გაქვთ? აბა რატომ გარბი ხარ? გამებუტეთ? რატომ გამებუტეთ?
ბატონო გურამ, ევროკავშირის სიკეთეებზე ხოლმე ვერ მეტყოდით ორ სიტყვას. ჩუმად ვილაპარაკოთ. ევროკავშირის სიკეთეებზე ხოლმე ვერ მეტყოდით ორ სიტყვას ჩუმად. ბატონო გურამ, ძალიან ჩუმად. ევროკავშირის სიკეთეებზე. აი აქ მოდით, აი ევროკავშირის სიკეთეებზე ორი სიტყვა ბატონო გურამ. ორი სიტყვით. ბატონო გურამ, ევროკავშირის სიკეთეებზე. ჩუჩულითაც არ უნდა. გამარჯობა, ევროკავშირის სიკეთეებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მითხრათ, სანამ უსაფრთხო ზონაში აღმოჩნდებით. უსაფრთხო ზონაში ვარ ყოველთვის. მორჩა. ვეღარ დაგელაპარაკებით უკვე, წითელ ხაზს გადახვედით. მარტივი კითხვა არა, ბატონო რატი? რა სიკეთე მოუტანა ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას? მშვიდობის კავშირმა. გამარჯობა, შეიძლება გითხოთ, ევროკავშირმა რა სიკეთეები მოუტანა ჩვენს ქვეყანას? მოკლედ რომ მითხრათ. არ გაძლევთ. უსაფრთხო ზონაში სანამ აღმოჩნდებით წითელი ხაზის სიკით. რატომ გამეგუტეთ? მარტივი კითხვა. მშვიდობის კავშირმა, ევროკავშირმა რა სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას? რატომ გიჭირთ ამაზე პასუხის გაცემა? პირველ რიგში გამარჯობათ. გამარჯობა. მეორეს ერთი მინდა რომ ყველა ჟურნალისტს წარმატება. დიდი მადლობა. მე გავჩერდი და ვცემ ჟურნალისტურ საქმიანობას პატივს, მე მგონი ამას ატყობთ და ამას უნდა აღნიშნავდეთ და მე არის გავჩერდი და გცემთ პატივს რომ თქვენს პროფესიას რომ გაგცეთ პასუხები. კი ბატონო. და პასუხები იქნება ისეთი, პასუხები და მისი სიკეთეები. პასუხები იქნება შემდეგი, ხო? დიახ, გისმენთ. რომ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები არის, ეს ხო არ არის რაღაც მერკანტილურ და უშუალოდ ინტერესებზე დაფუძნებული არც აბსტრაქტულია. ხელშესახებია, სიკეთეები. ხო და ამიტომ დავასრულებ, ხო? ამიტომ როგორც ევროკავშირისთვის საქართველო, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირი არის მისაღები კი არა, უფრო მეტად სასურველი პარტნიორი, მოდი ასე ვთქვათ. და რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში, ჩვენი გზა არის ევროკავშირი. საქართველოს სხვა გზა არასოდეს ქონია, არც არასოდეს ექნება. კი არ სიკეთეები მომუტანა საქართველოს ევროკავშირმა. მარტივი კითხვა, ნახეთ რამდენიმე ჩამოთვალოთ მაგალითად. კითხვა ასეთი ფორმულირების არის. კითხვა ხო თქვენი ფორმულირების საგანია, ხო? პასუხი არის შემიძლია დამოკიდებული. სიკეთეები ჩამოთვალოთ, რა სიკეთეები მომუტანა ევროკავშირმა. შემდეგრამის კავშირმა. მაგალითად ვიზა ლიბერალიზაცია სიკეთე იყო, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ ყოველდღიურობაზე იგრძნეს. რამდენიმე ფაქტი ჩამოთვალეთ, რაც ევროკავშირის წარმატებებს არ ვარ ის კაცი რა, არ ვარ ის კაცი, რომ სადღაც ვიღაცას გავიქცე რაღაცა კითხვაზე და არც ის კაცი ვარ, რომ არც მით უმეტეს ასეთ მარტივ კითხვას. ჩემთვის მარტივი რთული ეგეთი ცნება, როდესაც პოლიტიკაში ხარ, ჩემთვის არ არის. ამიტომ გქონდეთ პასუხი წესი. მე არ ვიცი. სხვათა როგორ ვთქვით? რატომ გიჭირთ სიკეთეები რომ ჩამოთვალოთ ეს რატო? კიდე სხვაგან გადავკაცავ. მე გეუბნები არის რომ ევროკავშირის სიკეთეები ჩამოთვალოთ. ის არაფერი თქვენ წარმოიდგინეთ. საერთოდ არ ვიცი. მე გითხარით მაშინ. ერთი სიკეთე რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობით მივიღეთ. თქვენ ანუ დადებით შეფასებას ევროკავშირზე ვერ იტყვით. დადებითი კი არა თქო. ზოგადად ეს კავშირი არ იყოს დადებითი. თავისთავად ეს იმდენად დიდი არის თქო. ამას გულისხმობ. საქართველოს სხვა არჩევანი არასოდეს არც ქონია. იმიტომ კი არა რომ თეორიულად ზოგადი შეფასება ბატონო. არა, ზოგადი როგორ არის კი როგორ უამრავი. რა სიკეთები მიიღო საქართველოს. დღე არ გვიყოფა. როგორ საქართველოს სამი მითხარით, ორი მითხარით, ერთი მითხარით. ბევრი, ძალიან ბევრი. განათლებიდან დაწყებული ბევრი რამე. ეკონომიკის, ღია ეკონომიკა, ბიზნესის ანდობა და უამრავი რა. და მათ შორის რა თქმა უნდა, თქვენ როგორ გონიათ იმას, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უპრობლემოდ გადაკვეთავს შენგენის ზონას, ეს არ არის სიკეთე? თქვენ თუ ამის გაგება გინდათ და ეხლა თქვენ გონიათ რომ ამის რაღაცას ვინმეს კუთხეში მიაკენით, ძალიან სწორი და არავინ არ გვინებთ ამ შესაძლებლობას საქართველოს მოსახლეობას და ევროკავშირის მტრად რატომ აცხადებს თქვენი გუნდი? არავინ არ აცხადებს, არავინ. და გეუბნებით ამას და მთელი დღე არ გვეყოფათქო ჩვენ ეს სიკეთეები რომ ჩამოთვალოთ. რა სიკეთეები მოუტანა საქართველოს ევროკავშირმა? შეგიძლიათ მიპასუხოთ. უმეტესი კითხვა. სწორად კარგად გავართ. ვისაკითხებით?
ვისთანაც გამოვედით ჩასაწევად. ევროკავშირის სიკეთეებზე გიჭირთ საუბარი? რა სიკეთეები მოგვიტანა არ ვაპირებ კითხვებზე გაცემას თქვენთვის. რთული კითხვაა ძალიან. ბატონო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გავწევრებას. ვიზა ლიბერალიზაცია სიკეთე იყო ერთ-ერთი სპორტის. სხვადასხვა კითხვაა. კი, ორივე ნაწილს არ უჭერს რთულ კითხვებზე გასვლა. ვიზა ლიბერალიზაცია. მოსაფიქრებლად მოგეცით დრო და ხომარ გახსენებია ეხლა მაინც საერთო კომენტარზე ვდგავართ ყველანი თქვენ საერთო კომენტარის დროს გიპასუხებთ და ცალკე არ ჩაგეწერებითო სხვასაც უშლით უბრალოდ ყველა ტელევიზია დგას აქ მოსაფიქრებლად მოგეცით დრო ხომარ გაგახსენდათ ერთი სიკეთე მაინც რომელიც ევროკავშირმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება საპარლამენტო ჩაგეწერებით ხომ მითხარით პოზიტივი რუსთავიური დგას ახლა და ხელს ნუ უშლით ხვებს და დავათ ამაც მეც ვდგავარ საერთო კომენტარზე და ჩამოწერეთ არ ვაპირებ პასუხის გაცემას არც საერთო კომენტარზე საერთოდ ყველა ფორმატში ბლოკი დღეს არ ვაპირებ თქვენთვის პასუხის გაცემას რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას საერთო კომენტარია თქვენ სამსახურს კითხავ საერთო კომენტარზე ვდგავარ ცალკე ხო არ წერ საპარლამენტო ანუ საერთო კომენტარში არ შეიძლება რომ კითხვა დავსვა შეიძლება, მაგრამ მეც ხომ აქვს უფლება გიპასუხოთ ან არ გიპასუხოთ. არ პასუხობ. იმიტომ რომ რთულია თქვენთვის დაასახელოთ ერთი სიკეთე მაინც, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობა. საგამოძიებო კომისიის